კოშმარი საქართველოში გრძელდება. ქართული კოშმარის აქტი, ასე სახელწოდებით დარეგისტრირდა კონგრესში კონგრესმენ უილსონის ინიციატივა. კოშმარი საქართველოში გრძელდება და მას ქართულ კოშმარს საქართველოში ცხადია ხავს კონკრეტული ავტორები. და მე არ გულისხმობ მხოლოდ ბიზინა ივანიშვილს, რომელიც რაც საკვირველია არის მთავარი მოთავე იმ პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. გულისხმობ სხვებსაც, ივანიშვილი არაფერია, ნულია პირდაპირ მნიშვნელობით მხარდაჭერის, გაправების გარეშე, გამправებელთა გარეშე, მხარდამჭერების გარეშე, მლიქნელების გარეშე, მლიქნელები რომ არ ყავდეს და ეს ტიპები უსიტყვოდ რომ არ ემორჩილებოდნენ ოლიგარქ ივანიშვილს, ცხადია ის იქნებოდა არათუ სუსტი, არამედ უსუსტესი. ცხადია ის დამარცხდებოდა და დამარცხდებოდა უსასტიკესად. ვისზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი? ყველა იმ ინდივიდზე, რომელიც მინიმუმ დუმს და მაქსიმუმ თუ ოპტიმალურად აправებს ივანიშვილს სხვადასხვა სფეროდან თუნდაც პირად საუბრებში, ან Facebook-ზე, ან საჯარო სივრცეში. რატომ აправებენ? უმნიშვნელოა ახლა ზოგი ალბათ იმიტომ აправებს ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ, რომ აქვს ცნობა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს და მის სპეცსამსახურებს აქვთ კადრები, ასე მაგალითად როგორ ხალატობს რომელიმე მამაკაცი საკუთარ მეუღლეს სხვა ქალთან. შესაძლოა არსებობს კადრები ამგვარი, როგორ ხალატობს რომელიმე მამაკაცი საკუთარ მეუღლეს სხვა კაცთან. შესაძლოა აქვს ამგვარი კომპრომატი, როგორ იღებენ ისინი ღვთავს. შესაძლოა სულაც არ არსებობს რამე კომპრომატი და იმიტომ აправებენ, რომ ყოველთვიურად ქართლიდან ერიცხებათ 10,000 ლარი, 15,000 ლარი, 20,000 დოლარი, 38,000 დოლარი. რა მნიშვნელობა აქვს? შესაძლოა არც ამიტომ, შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი წარსულში გადაეფსკნენ ამ ივანიშვილს და ახლა სითამამე არ ყოფნით, რომ გადმოეფსკნან, ანუ განეშორონ ივანიშვილს. მნიშვნელობა არ აქვს. ჟურნალისტი იქნება ეს, ექსპერტად წოდებული იქნება, პოლიტიკოსი იქნება, საჯაროდ აქტიური პირი იქნება, თუ სამზარეულოში შეხუჟული პირი იქნება, რომელსაც არც არანაირი სიკეთე არ მიუღია ივანიშვილისაგან, მაგრამ ოჯახის წევრებთან კი სულ მინიმუმ ან სამეგობროში აправებს ივანიშვილს. სხვადასხვა ხარისხის ჭყალებში თუ ბრჭყალებოდ დანაშაული აქვთ მათ, მაგრამ ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ამათზე კი დგას ივანიშვილი. ვისზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. ცხადია დგას ძალოვნებზე, კომელაურზე, რომელიც დასანქცირებულია და სხვა ძალოვნებზე, რომლებიც დასანქცირდებიან მომავალში. აგრეთვე ლიქონელ იდეოლოგებზე აქ არ გულისხმობ მარტო ლაშა ნაცვლიშვილს და ვასილ მაღლაფერიძეს, რომლებიც მაღალი ალბათობით დასანქცირდებიან, მათ მიმართ სანქციების გამოყენებასაც ესეთ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ხო არ გონია, რომ კონკრეტულად ვასილ მაღლაფერიძეს რამე ფინანსები ჰქონდეს გადანახული ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ბანკში და გაეყინოს, ანუ ძრავი ქონება ჰქონდეს. ლაშა ნაცვლიშვილზე არა ვარ სიმართლე გითხრათ ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ ალბათ არც ლაშა ნაცვლიშვილს. მაგრამ ასევე დგას იმ იდეოლოგებზე, იმგვარ იდეოლოგებზე, ექსპერტებად წოდებულებზე, რომლებიც დღენიადაც საუბრობენ რაღაცა გაუგებარი სიტყვებით და გაუგებარ აზრებს აფრქვევენ. მაგალითად, ამბობენ ამგვარ, სვესდები, რომ ერთგვარად მიუბაძობათ. იცით რა, ირანში მიმდინარეობს სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება, ეს ყველაფერი გადავრცელდება, მე ამხანეთზე იქ თალიბანი და აი პანისლამური მოქმედებები თუ მოძრაობები იმდენად საშიშია და იმგვარ თითქოს ჭკვიანი, მაგრამ გაუგებარ სიტყვებს ამბობენ, რომ მაყურებელთა თუ მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ესენი ჭკვიანები არიან. რეალურად არაფერი არ იციან, ამოიღებენ რაღაც რუკას, დადებენ და იტყვიან 79 წელს შეიქმნა ეს რუკა, რომელშიც საქართველო მოქცეულ სისულელია და სიგიჟია ეს. აგრეთვე ივანიშვილის რეჟიმი დგას იმგვარ იდეოლოგებზე, რომლებიც მეტწილად მის მიერ კონტროლირებულ მედიაში მუშაობენ, რომლებიც ესეთი გამოკვეთილი ბგერებით საუბრობენ ბერდიაევზე და ბერდიაევ დეფისი ბერდიაევზე, დოსტოევსკი დეფისი დასტაევსკიზე და ასე შემდეგ.
აგრეთვე გასრა საკვირველია ივანიშვილის რეჟიმი კონკრეტულ პიროვნებებზე ძალოვანები ჩვენ თქვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა უკვე გავამახვილებ ყურადღებას სხვა პირებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც ჩვენს დროებაში იღებენ არათავისუფალ, არასამართლიან, არასამართლებრივ, არასაკუთარი სინდისის გარდახილ გადაწყვეტილებებს, არამედ იღებენ გადაწყვეტილებებს ცხადია შეკრებითით. შეკვეთას აღასრულებენ მე დაახლოებით ასე წარმომიდგენია მექანიზმი დაახლოებით ასე კობახიძე უკავშირდება ჩინჩალაძეს თუ მურუსიძეს და ეს კონკრეტული ჩინჩალაძე თუ მურუსიძე ან კვიტიშვილი თუ არც ვინც არიან იგი კლანის ხელმძღვანელები ისინი უკავშირდებიან კონკრეტულ მოსამართლეებს ნებისმიერ დონეზე და ეს უკანასკნელნი კი იღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს და აი უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს ახლა მოსამართლეება, რომელთა გვარებით საგანგებოდ არ ამომიწერია და აქ შესაბამისად ვერ შემოგთავაზებთ, ხო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა გვარების არიან, თუმცა უკვე ოდესმე როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რასაკვირველია ითქმის, რომ ესენი არიან პასუხისმგებელი კონკრეტული პირები არიან, იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელნი, რომლებიც ბოლო პერიოდში სრულდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხო დგება და დგება. დიახ, უჩა, ხვიჩა, მინდია, პაპაშვილი, კაპანაძე, აღლაფერიძე, ნაცვლიშვილი, სხვები და თავად ივანიშვილი გასაკვირველი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აი ეს კონკრეტული მოსამართლეებიც რასაკვირველი არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ იღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს, აღასრულებენ რა ბრძანებებს. დიახ, ამათ ზევსაუბრობ ახლა მე. რატო ვსაუბრობ? იმიტომ ვსაუბრობ, რომ იცით თქვენ რომ 50 მინიმუმ 51 უკანონო პატიმარი ხავს მოცემულ ეტაპზე რეჟიმს. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც აქციების დროს დააკავეს და რომელთა საქმეების გაერთიანდა და სხვადასხვა მოსამართლე და პროკურატურა პირველ ყოვლისა ედავება ჯგუფურ ძალადობაში და რაღაც სისულელეებში. ჩვენ ვიცით, ესე რომ ყველას რომ ვკითხო, უგლებლივ ყველას, ვიცით ერთის ან ორის სახელი, მაგალითად ანდრო ჯეჯინაძის. ანდრო ჯეჯინაძე მართლა ერთგვარი სიმბოლო გახდა ამ საპროტესტო მოძრაობის ამ მიმართულებისა, ეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც არაჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვა რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესზე, გაიხსენა რა კაფკა და სიმართლე მიახალა რა არა მხოლოდ კონკრეტულ მოსამართლეს, არამედ რეჟიმსაც. რას ადასტურებენ ეგრეთ წოდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პატიმრები? მე ამ კითხვას დავსვავ, რას და უტეხობას ადასტურებენ და ამის ნათელი დასტურია მაგალითად ვეფხია კასრაძე, რომელიც ამბობს ამ სასჯელის მოსჯით მე თქვენ თავისუფლება კი არ წამართვით, ამბობს ვეფხია კასრაძე. ასეთი თავისუფალი მე არასოდეს ვყოფილ ვარ დასძენს ის. ასე მიმართავს ის სასამართლოს და მე აქვე ვიხსენებ დაკავებული ზვია ცეცხლაძის მამის სიტყვებს, ისინი ისჯებიან ამბობს შვილზე და ყველა პატიმარზე ისინი ისჯებიან სამშობლოს სიყვარულისათვის. ეს კაცი ვეფხია კასრაძე, ვინც გავიხსენე ხო? დასცენს შემდეგ სიტყვებს, ამბობს შემდეგ სიტყვებს. მე მომეცა საშუალება და შესაძლებლობა ჩემი სამშობლოსათვის ვეწარ. უნებურად გულახდილად გეტყვით, როდესაც ნახე სოციმედიაში და მედიაში ზოგადად ვეფხიას გამოსვლა, ან ანდრო ჯეჯინაძის გამოსვლა, ან სხვების გამოსვლები, თუ არ ვწდები ესეთი გვარის კაცია კიკნაძე, მისი გამოსვლაც რომ ნახე და სხვებისაც. მე უნებურად გამახსენდა, იმედი მაქვს არ გაგაკვირვებთ ახლა, რკინის კაცად სახელდებული, წოდებული 80-იან წლებში, რომელსაც მე ვიცნობდი, შორიდან ვიცნობდი, მე მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი, 16 წლისა გახდი, თუმცა ის დაიღუპა და მაღალი ალბათობით მოკლეს. დარწმუნებული ვარ რომ მოკლეს, მე გამახსენდა მოკლეს მერაბ კოსტა.
მერაბ კოსტავა საკუთარ ესეში თავისუფლება მოვიწერე საგანგებოდ ესე გამახსენდა და მე ამოვიწერე ეს დისიდენტიკაცია სოფლიო მასშტაბის დისიდენტიკაცია იმ პერიოდის სოფლიო მასშტაბის დისიდენტიკაცია ამბობს შემდეგ სიტყვებს თავისუფლება გულისხმობს ყოვლის მომცველობას და მერაბ კოსტავა იქვე დასცენს კიდეც რომ დავიწროვდეს საკანი თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომჭედონ მისი კედლები შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი ვის მიმართავს ჩვენს დროებაში მერაბ კოსტავა რომ ცოცხალი იყოს ვისზე ითქმის ეს სიტყვები ανε ვის მიმართავს ამგვარი შინაარსის სიტყვებით ხსენებული ანდრო ჭეჭინაძე ან ხსენებული ვეფხვია კასრაძე ან ხსენებული ზვია ცეცხლაძე თუ ზვია ცეცხლაძის მშობელი მამა რა საკვირველია მიმართავენ მათ ვინც ამას ვერ გაიგებს ვერასოდეს ისევე როგორც კომუნისტებს არ ესმოდათ კოსტავასი ისინიც აი დღევანდელი ბოლშევიკ კომუნისტები ვერასდიდებით ვერ გაიგებენ ანდრო ჭეჭინაძის თუ ვეფხვია კასრაძის სიტყვებს ვერ გაიგებენ ანდრო ჭეჭინაძის მიერ კაფკას ხსენების მიზეზს ვერ ჩასწოდება კობახიძე და არა მხოლოდ კობახიძე არამედ ირაკლი რუხაძეც რომელიც სხვათა შორის ძალიან განიცდის იმას რომ მაღალი ალბათობით რომ საცდა სანქცირებენ მაღალი ალბათობით და შესაბამისად მისი ეს როგორ შექმნილი იმპერია ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ ალბათ ოდესმე ჩამოინგრევა ნიფნიფის თუ ნაფნაფის ნიფნიფი ნუფნუფი და ნაფნაფი როგორი ნაფნაფის არ ჩამოინგრევა მოკლედ ნიფნიფის სახით დიახ ჩამოინგრევა რუხაძის იმპერია და რუხაძეს კი ნამდვილად ეთკინება ის რაც ვერ ეთკინება მაღლაფერიძეს იმიტომ რომ მაღლაფერიძეს არ აქვს ფინანსების შეერთებულ შტატებში კარგით ახლა რუხაძე ბანდიტზე და მაღლაფერიძე ბანდიტზე რო არ ვისაუბრო ახლა ვისაუბრებ ისევ მერაბ კოსტავას რომელიც ოდესღაც შესაძლოა არ ვიცი რამდენად რუხაძისათვის და მაღალფერიძისათვის მაღალი ალბათობით კი ნამდვილად იყო ოდესღაც წესით მომდედაც მახსოვს მე ვასიკო გმირი თუმცა მაშინ ალბათ მაღლაფერიძე დამაშობდა ხო აი მერაბ კოსტავა არის ჩვენი ერთ დროებაში ვართ საბოლოო ჯამში ჩვენი დროების ნამდვილი გმირი და აი ეს ბიჭები ანდრო და სხვები და მარტო ანდრო არ უნდა ვახსენოთ ხოლმე ჩემი ხმარწმენით მერაბ კოსტავას გზას ერთგვარად იმეორებენ გაგიკვირდებათ და მიუხედავად იმისა რომ ისინი გაცილებით ნაკლებს დაჰყოფენ საპატიმროში ვიდრე დაჰყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მსოფლიო მასშტაბით უდიდესმა ერთ-ერთმა უდიდესმა დისიდენტმა თქვა ბუკოვსკისთან და შერანსკისთან ერთად და სხვებთან ერთად მერაბ კოსტავა საპატიმროში ისინი ნაკლებს დაჰყოფენ ცხადია ისინი მაინც ამ გზაზე არიან მერაბ კოსტავას ეკუთვნის ჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის ეპოქალური სიტყვები ჩემი აზრით ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ღვარაში ამბობს და 9 აპრილს მერაბ კოსტავა 9 აპრილს თქვა პირველად ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე და კოსტავა იქვე ამბობს საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი ერთ-ერთი უდიდებულესია დიახ უდიდებულესია წამი იმიტომ დღევანდელი წამებიც უდიდებულესია იმიტომ რომ ჩვენ მერაბ კოსტავას გზაზე დავდექით ეს არის პანჯვისა და ვაების გზა აქვე ვადასტურებ მაგრამ ეს არის აუცილებელი გამარჯვების გზა აქვე ვიტყვი და ეს ობიექტურობისათვის ის თქვა მინდა კიდე მე მინდა საუბარი გულახდილად გეტყვით კონგრესმენ ვილსონის ახალ ინიციატივებზე ხო იმაზე რომ ქართული კოშმარის აქტი დარეგისტრირდა და ვილსონი ამბობს რომ პრეზიდენტი ტრამპი აუცილებლად გავიმეორებ ამ სიტყვას მოაწერს ხელს ამ აქტს ანუ ტრამპი აიღებს იმ დროშას რომელიც ფორმალურად თუ ფორმალისტურად აფრიალა სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ თუმცა რა საკვირველია აფრიალა ახალ
ადმინისტრაციასთან, ახალ მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. მარტივად რო თქვა, ტრამპი თან შეთანხმებით აკეთებს ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს. მაგრამ მეცაც ვიტყვი, არ მგონია კი არა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვილსონი თვით ინიციატივებით არ არის დაკავებული. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკლებრივ ყველა tweet X-ზე, ყველა ტექსტი tweet X-ზე, ხო? და ყველა ტექსტი საერთოდ ვილსონს შეთანხმებული აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან. იმიტომ რომ ჯერ ერთი ტრამპის ადმინისტრაციის მარჯვენა ხელია ვილსონი ჯონსონთან ერთად კონგრესში. მეორე ეს არის ორპარტიული აქვე ვიტყვი, ორპარტიული აქტებია, როგორც მეგობარი აქტი ისე ქართული ხალხი ისე ქართული კოშმარის აქტი, არაღიარების აქტი. და ბუნებრივია რომ ტრამპი ყოველ მე-7 tweet-ზე X-ზე გამოქვეყნებულ ყოველ მეორე მე-7 tweet-ზე უხეშად შეაჩერებდა ვილსონს და ეთქოდა იცი და ეხლა გაჩერდი გვაცადე მივიდეთ 20-ამდე და მერე გადავწყვიტოთ ეხლა ნუ არ აქტიურობთ ნამეტანია უკვე არ აკეთებს ტრამპი ამას და თუარსი პენსიონერს კი უწოდებს ქართული რუსული ოცნება ვილსონს მაგრამ ეს პენსიონერი ჭყალებში კაცი რეალურად ძალიან კვეთრი და ეს ფაქტია. ხო და აი ეს ქართული კოშმარის აქტი, იცით თქვენ და მეგობარი აქტი დაძრულია. შორს მიდის. და შესაბამისად, როცა ვკითხულობთ, როდის დასრულდება ეს კოშმარი ჩვენს სინამდვილეში, ამაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე თქვენს ნებართვით ვიტყვი, რომ მეგობარი აქტის შინაარსი არის გამკაცრებული. ძალიან გამკაცრებული, უკიდურესად და მე ვიტყვი ორ სიტყვას, ხო, მე ვიტყვი ორ სიტყვას კიდე რაზე. აი რაზე. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა მსოფლიოსათვის ამბობს ვილსონი და ის ქართულ ოცნებას ფასადად იყენებს პუტინისთვის, რომ ვიცოდეთ, მაინც კავკასიის რეგიონს და სადმე გამარჯვებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, მით უფრო იმ შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, თუ პუტინი მარცხდება ან ყოველ შემთხვევაში საწადელს ბოლომდე ვერ აღწევს უკრაინაში. შესაბამისად, მან უნდა როგორც ზაღლი მონიშნავს ხოლმე საკუთარ ტერიტორიებს მოსაქმებისას. ისე უნდა მოისაქმოს ჩვენს სადმე და განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში და გააჩეროს საქართველოს და სომხეთის მოძრაობა ევროპისაკენ, დასავლეთისაკენ. სომხეთი დამოუკიდებლად ვერ იმოძრავებს საქართველოს გარეშე. სომხეთისთვის ჩვენ ერთგვარი ლოკომოტივი ან წინა კაცი ვართ. აქედან გამომდინარე საქართველოა გასაჩერებელი პუტინის ხელით ის ჯერჯერობით ივანიშვილის გამოყენებით ამას ახერხებს, მაგრამ ქართული კოშმარის აქტის მიღების და სანქციების დაწესების შემთხვევაში მაღალი ალბათობით პუტინი მეტი ალბათობით ამ საწადელს ვერ მიაღწევს ამ ივანიშვილის მოცილების შემთხვევაში. დიახ, ომის დამნაშავეა პუტინი და ივანიშვილი ამ ომის დამნაშავეს და ქართული ოცნება ეხმარება. ამას ამბობს არა ირაკლი ტაბლიაშვილი. ირაკლი ტაბლიაშვილიც ამბობს, მაგრამ პირველ ყოვლისა ამბობს ჯო ვილსონი. მისივე თქმით, მისი ინტერესია, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მიეცეს. მე ორ სიტყვას ვიტყვი ამასაც. თუ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაგრძელდა ივანიშვილის დასანქცირება, მის მიერ, ანუ ივანიშვილის მიერ დასანქცირებული ივანიშვილის მიერ დანიშნული არჩევნები შეიძლება აღარც გვაწყობდეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დამნაშავედ სახელდებული ივანიშვილს, სახელდებულ ივანიშვილს და მის პარტიას, მის ბანდას მიეცემა ამ არჩევნებში ჩამონაწილების უფლება და რო გააყალბოს კიდე არ იკადრებს. ახალ მორებში არ ჩაგვითრებს, ახალ თავიდან არ შეგვათრებს ამ მდინარეში. ამიტომ ქართული ოცნება არის რა პუტინის მოკავშირე მე და ტრამპის მიერ ივანიშვილის სანქციების გაგრძელების შემთხვევაში მე უკვე ნელ-ნელა გავხდები ან ხდები იმის მომხრე რომ დაშლილა საერთოდ ქართული ოცნება. საერთოდ ყველა არსებული ინსტიტუცია დაშლილა, იმიტომ რომ ახალი რესპუბლიკა დავაფუძნოთ ჩვენ ყველაფერი დაშლილა, საერთოდ ყველაფერი დაშლილა. ესე ვიტყვი, რამდენიმე ფუნდამენტური ინსტიტუციის გარდა ალბათ, რომლებსაც ეს სახელმწიფო დგას.
მაგალითად იუსტიციის სახლი არ უნდა დაიშალოს, თუმცა იცით თქვენ რომ ყოველდღიურად უარესდება. ჯარი და თქო და არ უნდა დაიშალოს. ხო? მაგრამ პოლიცია რო სარეფორმოა ეს ვიცით. სხვა თემაა ეს, მაგრამ გადაუხვია. ხო? დაშლილა უმრავლესობა ინსტიტუციებისა და ახალი რესპუბლიკა დაავაფუძნოთ და ივანიშვილს არანაირი თანამონაწილეობის შესაძლებლობაც კი არ უნდა მივცეთ ამ ახალი რესპუბლიკის დაფუძნების დროს თუ პროცესში. აქედან გამომდინარე, მისი მიერ არჩევნების დანიშნაც კი აღარ გვინდა. ჩამოინგრეს ივანიშვილი, ესეც უნდა ვთქვათ და ესეც იქნება კარგი, კვლავ ვიმეორებ თუ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებენ მის დასანქცირებას. და ეს შეეხება მათ შორის მის შვილებსაც, აგეთ ვარ ხდები. მან გოციძემ დაწერა, რომ თუ უტას დაუსანქცირებენ, უტას რომელიც თორცებს საფრანგეთში ცხოვრობს, ან ნებისმიერ შვილს. ივანიშვილმა შეიძლება შეცვალოს პოლიტიკაცო, რომც არ შეცვალოს არაფერი. ივანიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს მომავალი საქართველოს შექმნის პროცესში, თან თუნდაც დამარცხებულის პოზიციიდან. არა, და თუნდაც უმცირესობაში. არა, ივანიშვილი და დასრულდეს, ივანიშვილის მინდა დასრულდეს ყველგან. ფსევდო ექსპერტებშიც მათ შორის, ფსევდო ჟურნალისტებში, ფსევდო ინტელიგენციაში თუ ელიტაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხა ელიტაზე კეთი ტოლიძე გამახსენდა, რომელმაც სწორედ ანდრო ჭიჭინაძე თქვა, რატომ დაიჭირეთ ანდრო ჭიჭინაძეო და სხვების მიახოლა იქ დლა გალაჭკი. კეთი იმიტომ და შვილმაც გიპასუხოთ ამაზე. იმიტომ რომ ეს სისტემა შექმნილი ჩვენი, მაგრამ თქვენი უფრო და ქართული საზოგადოების ნაწილის მიერ მოყვანილი ივანიშვილის მიერ და არა მხოლოდ ივანიშვილის მიერ, დასაკვირველია კენჭები უნდა ლოდებით უნდა ვისურვოთ სააკაშვილის ბოსტანშიც, მაგრამ ახლა სააკაშვილზე საუბარი აქტუალური არ არის. ახლა საუბარი არის საჭირო სწორედ ივანიშვილის რეჟიმზე და მის გამправებლებზე, რომელშიც ისეთი გვარებიც ამოვიკითხეთ, რომლებიც უნდა მოხვედრილიყვნენ და ისეთი გვარებიც, რომლებიც ცოტა მოულოდნელი იყო, თუმცა აქვე გავიხსენებ, რომ შეერთებულ შტატებს ნოემბრის თვეში შეერთებული შტატებიდან ჩვენ მოვისმენთ ამგვარი გზავნილი. ამგვარ გზავნილში იყო, რომ 2012 წლიდან ვინც ღალატობდა ქვეყანას, ყველას გვარებს ყველასთან დაკავშირებით იქნება გამოძიება წარმოებულიო და ვინ ღალატობდა, ისეთ გვარებს აღმოვაჩენთ. ოდესმე თუ ასე გაგრძელდა ეს ძირითადი გზავნილი შენარჩუნდა ამ ძირითადი გზავნილის ფარგლებში იმოქმედა შეერთებულმა შტატებმა, რომ ისეთ გვარებს აღმოვაჩენთ, თორიად რომ გაგვიგვირდება, ჩემი აზრით. ორ სიტყვას ვიტყვი სალომე ზურაბიშვილზე ახლა, მესმის მედიისა, რომელიც მას მეხუთე პრეზიდენტად მოიხსენიებს. მაგრამ როდესაც ესე ნუმერაციას ვაკეთებთ, მაშინ მე-6-ს არსებობს ერთგვარად მივანიშნებთ და მე-6 ყაველაშვილის სახით არ არსებობს. ამიტომ ჩემი აზრი მაინც ამგვარია, რომ სალომე ზურაბიშვილს უწოდოთ არა მე-5 ციფრებით, რიცხვებით, არამედ პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტი. მე ვარაუდობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის არ ვიცი, ამდენად სწორი სიტყვა, მოკლედ სრულიად სხვა ახლად წარმოჩენილ პოლიტიკოსებს თუ აქტიურ ადამიანებს დაეყრდნობა საომარლოდ. ბევრი რამ გამოჩნდება ინაუგურაციაზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, წასვლის და იქიდან დაბრუნების შემდეგ. ცხადია ოცნება გადაფსიხებული, სხვა შესაძლოა რომ გადაფსიხებული ამასაც დასტურებს ის, რომ აი მე რომ აქ მელოდი თავი, ისეთი მელოდი მთლად ისეთი არა, მაგრამ გადაიპარსა ფსიქოლოგიურად ცოტა შეფრთხალმა კალაძემ. მასზე ვიტყვი, რომ დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მას 21 კომპანიაში ჩამოართვეს წილი უკრაინაში და მისი არ მინდა შემეშალოს 5 თუ 6 ბინაც საერთოდ 5 თუ 6 ბინა უკრაინაში, თუ ვაწვდები 6 კიევში. სამ სიტყვას ვიტყვი იმაზე, რომ ბევრი მოსაზრება ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიებმა უნდა აიღონ ინიციატივები, პარტიები კატასტროფა იქნება. ეს პარტიები, თქვენ ისიც რომ ყველას ვიცნობ, პრაქტიკულად ყველას ვიცნობ ლიდერებიდან. ეს პარტიები უკვე დევალვირებულნი არიან. ამ პარტიების მიერ ინიციატივის აღება საპროტესტო აქციებს გულისხმობ, ხო? ნიშნავს ამ საპროტესტო აქციების კბდობას.
პარტიები შენი მოსაზრებით ახლა იქცევიან სწორად, რომ მართებულად ოდესაც არიან რიგით დემონსტრანტებს შორის, ლიდერები იქცევიან სწორად. არავის არ უნდა წავუწდეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ფეხი, ჯერ უნდა მომძლავრდნენ, ჯერ სხვა რამ უნდა გააკეთონ, რომ მერე აიღონ ტრიბუნა, თუ მაინც და მაინც ეს ტრიბუნა საჭიროა ამ აქციებზე, თუმცა ჩემი აზრით საჭირო სულაც არ არის. ერთადერთი ვისაც შეიძლება ტრიბუნა ეთმობოდეს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე. ხო, ისინი დიდად შელახულნი არიან ეს პარტიები და სულ სხვა კონფიგურაციებს ველი არჩევნების დანიშნის შემთხვევაში. მე რა პოსტავას გავიხსენებ და ისევ იმ სიტყვებს თქვენის ნებართვით, რომელიც წარმოთქვია ამ 15 წუთის წინ. მე რა პოსტავა ბრძანებდა, ამბობდა, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. ამ წამში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ერთ კილკილა წამს, აი ამას, ამის შემდგომს, 5 წუთის წინანდელ წამს, არა. მე ვგულისხმობ ამ პროცესს, იმიტომ რომ ეს არის ახალი, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ახალი რესპუბლიკის, სამართლიანი და სამართლებრივი რესპუბლიკის დაბადების წამები. ეს არის მე რა პოსტავას თუ ახდა ეს ოცნება, მე რა პოსტავას ახდენელი ოცნება. და ბიჭები, რომლებიც არიან საპატიმროში, ხო, ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, სხვები და სხვები, მართლა ვწუხარ 51-ივეს ვერ ჩამოვთვლი ახლა. არიან მე რა პოსტავას გზაზე. მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენ, ისინი ქმნიან ძერწავენ თანამედროვე საქართველოს. ეს უნდა ვიცოდეთ, უტეხობით ძერწავენ თანამედროვე საქართველოს, გვაჩვენებენ ქმნიან სიმბოლოებს და გვაჩვენებენ გზას. მომეცა შესაძლებლობა თუ საშუალება ჩემი სამშობლოსათვის ვეწამი. ასე გეტყვი ვეფხია, ამ სიტყვების თქმელო კაცო. ბევრს ეს შესაძლებლობა არ აქვს. მე არ გქონია მაგალითად. და მე მადლობა მინდა გადაგიხადო შენს და უბლებრივ ყველას, ვინც იდექით იქ, სადაც ქარიშხალი იყო და ვინც ქმნით დღევანდელ და უფრო მომავლის საქართველოს. ყველაფერი იქნება კარგად, მეგობრებო, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად. ახლა